ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების და ლექტორების ნაწილი ამ წუთებში უნივერსიტეტთან აქციას მართავენ. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების იდეას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს საუკუნეზე მეტის ისტორია აქვს და მათთვის მიუღებელია სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან გაერთიანება. პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ მას და უნივერსიტეტის პროფესორებს განათლების მინისტრის მოადგილესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. მისი თქმით, საბოლოო პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მინისტრის მოადგილე ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მოსაზრებებს მოისმენს. ბატონ მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, ის ელოდება თავის, ასე ვთქვათ, შენიშვნებს, აზრებს, კონცეფციასთან საუბარს აკადემიური წრეებიდან და შემდეგ მივიღებთ ყველა ერთად გადაწყვეტილებას. მე როგორც ბატონ მინისტრს ვესაუბრო, ეს შეხვედრა არის იმისათვის, რომ მან მოისმინოს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აზრი და შემდეგ უკვე შეჯერდეს და მოახსენოს ბატონ პრემიერ-მინისტრს. უნდა გაძლიერდეს ტექნიკური, ტექნოლოგიური განათლება საქართველოში, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს ძალიან დიდი ტრადიციები აქვს, გაწყო აქვს და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო კარგი მომავალი ექნება. თითოეული ჩვენგანი, თითოეული აკადემიური პერსონალი, თითოეული სტუდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი არაპირებს დანებებას და ფარფლის დაყრას ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ საქმე ეხება არა რაღაცას, ეხება აი ამ ხელა უნივერსიტეტს, რომელიც ყველასათვის ძალიან ცნობილი ფაქტი არის, რომ საინჟინრო მიმართულებას ლიდერობს. და აი ასეთ დონეზე ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ მივა ჯერჯერობით. სანამ იარსებებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერქმევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და არანაირ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამას არ ერქმევა და სხვა უნივერსიტეტის სახელი.